ტელეკომპანია იმედი და პრაიმ შოუ სტუდია წარმოგიდგენთ. ხალხო მარინა მოგესალმებით. მოგესალმებით ჩემო საყვარელო ადამიანო. ძალიან დიდი ხანია მინდა ასეთი ამ თემის გაკეთება, რა თემითაც თქვენთან მოვედი დღეს ეს არის თემა დედები. და მგონია რომ მაყურებლისთვის აუცილებლად საინტერესო იქნებიან ადამიანები, რომლებმაც ჩვენთვის ძალიან საინტერესო ადამიანები გააზარდეს. და ეს პროცესი ზოგადად რის ფასად ხდებოდა ეს ყველაფერი და რა გზა გახდა საჭირო იმისთვის თქვენ შემთხვევაში ამ შემთხვევაში როგორც ჩვენ საამაყო და ყველაზე ტიტულოვანი კალათბურთელის ზაზა ფაჩულიას დედისთვის რის ფასად ხდებოდა ეს ყველაფერი, ხო? რა ასაკში გახდით დედა ხალხო? დედა 24 წლის, 24-ის არ ვიყავი. ერთი თვით არის ზაზა ჩემზე უფროსი, 23 წლის. წარმოგედგინათ თქვენ დედობა როგორი შეიძლება ყოფილიყო და შემდეგ რამდენად განსხვავდებოდა იმისგან, რაც მე რეალობა იყო. იცით რა ასეთ პატარა ასაკში დედობა ვერ წარმომედგინა. თუმცა ზაზას მამა, ჩემი მეუღლე მაგას ასაკში გავიცანი. ერთხელ ნახეთ ერთმანეთი შემთხვევით და მე ფეხბურთის ნათამაშები კიკინებიანი, ჭორკლიანი და მითხრა მანქანის მძღული შემეშალა მანქანა, მამაჩემის მანქანა მეგონა და თურმე დათოს მამის მანქანა ყოფილა. და იფიქრა ვინ არის, რას ქვია, მითხრა ეს მამაჩემის მანქანა და იფიქრა ვინა ეს გადარეული გოგო და მაგის მე არ გვინახია ერთმანეთი. მაგის მე ისე შევსწავლდით, მაშინ შევხვდით, ისეთ შემთხვევით. და მესამე შეხვედრაზე უკვე ისეთ რომ დავამთავრეთ მეც და მაგამაც კი დავქორწინდით. ესე უცებ მოხდა ჩვენი ამბავი. და მაშინ მე მქონდა იმის დასაფიქრებელი დრო, ზაზა მესამე წელს გამიჯდა გათხოვებიდან მესამე წელს და მქონდა იმის დასაფიქრებელი დრო, რომ მე დედა ვიქნებოდი. და ზაზა გაჩნდა 10 თვიანი. კი, 10 თვიანი, იმდენად დინჯი იყო, რომ მუცელშიც დინჯი იყო. 10 თვის იყო ზუსტად რომ გაჩნდა და გადამწიფებული ნაყოფი ასე უწერია საბუთებში. და რო დავინახე ისე დაკუჭული იყო რაღაცა ისეთი და ვიტირე. აი მეთქი ეს არის ჩემი ბავშვი, მე სიგრძე ქონდა უკვე სკოლაში წასასვლელად მზად იყო, იმ სიგრძე იყო. და ასე გაჩნდა ზაზა. არ მიყვარს შვილის ქება, ზაზა ერთადერთხელ შევაქე და პასუხი მითხრა დედა ხო კარგად ახარო. არ მიყვარს შვილის ქება, მაგრამ მართლა ძალიან კარგი გასაზრდელი ბავშვი იყო. ბუთქუნა, შავგრემანი, ისეთი რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს დიდი და მოკლედ ბავშვობაში არ შეუწუხები ვარ. დაჟილი ვყავს სულ 2 ჯერ. მეტი არა, ზაზა მეტი არ დამისჭია. ისიც ერთხელ დასაჯე. რაში გამოიხატებოდა დასჯა? დასჯა ესეთი მამა პაპური, მაშინდელი იმედი ახლა არ დამიჭერე. მაშინ კარგად მოხდა. კარგად მოხდა. დააშავა ეგეთ. არაფერი არ დააშავა, აინტერესებდა როგორ იპარავენ. და მეზობელმა თქვა რომ გაზეთებს იპარავს ვიღაცაო, მაშინ გაზეთები გამოწერით იყო და მე ვიპარავო უთხრა. და ზაზა შეხო ვერ წდები მეთქი. აგურებს ვდებდა დგების ზედო და ისე ვიპარაო. ზაზა შეხო აქ არ ახარ, ბაღში მე მიმყავს, მე მომყავს, ეზოში მე ჩამყავს. აი როდის რომ მოეპარა გაზეთები. აინტერესებდა რა იყო ეს მოპარვა. საოცარი ინტერესიანი ბავშვი იყო და მე აგურებს ვდებოდი. ზაზა ვერ მიწდები, მაინც კი ვწდებიო. და კარგი მეთქი სახში წამოდი, წავიყვანე სახში და ვინც იპარავს, აი ესე მოხდება მეთქი და კარგად მოხდა. და იმ ღამეს სიცხე ქონდა ზაზასაც და მეც. ისე ინერვიული. და ზაზას მამა, ჩემი მეუღლე, მალევე შეგიყვარდა. გათხოვების მერე უფრო შემიყვარდა. და სამწუხაროდ ძალიან ცოტა ხანი მოგვიწია ერთად ყოფნა. რამდენი ხანი?
ესე ციფრად 15 წელი ვითომ ბევრია, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ცოტაა. ძალიან ცოტა ყოფილა. ისე უცებ წავიდა ეს 15 წელი და მის მერე ვართ ესე. რა მოვიდა? ინფარქტი. ინფარქტი. მაშინ არ იყო 33 წლისას ჰქონდა პირველი. მე სადღაც 6-7 წელი არ აგვიშავდა, მე მეორეჯერ განმეორდა და მესამეჯერ უკვე ვეღარ გადაიტანა. და ალბათ ერთ დღეს შეიცვალა ხო ცხოვრება? ცხოვრება კი არ შეიცვალა, მე მგონა თავზე დამემხო ყველაფერი. მაგრამ როცა დედა ხარ ძლიერი, არავინ არ თქვას რომ დედა სუსტი არა. თუ დედა ხარ არა გაქვს სისუსტის უფლება. იცით რა, აი სულ მიკვირს რომ მე ისეთი არ შემიძლია ნევროზი მაქვს. ამის უფლება უნდა გქონდეს. მე ამის უფლება არ მქონდა. შვილი მყავდა გასაზრდელი და ობოლიც მიშვილი. ასე რომ სადაც რო გარდაიცვალა მესამე დღეს მაშინ აიეტები იყო და აიეტი გავიყვანე რომ ჩემ შვილს გადართულიყო და არ ეს ჩემი ტრაგედია იყო ჩემი და არ მინდოდა ჩემ შვილს შეხებოდა ყველაფერი ეს აიეტი მახსოვს ხო აიეტი იყო ხო და მეზობლები ფიქრობდნენ რომ მე უკვე ვეღარ ვიყავი კარგად იმიტომ მესამე დღეს რა აიეტება მაგრამ ეს იყო დედობრივი ინსტინქტი რომ შულს არ ენერგიულა. თქვენ რა ასაკის იყავით ამას? 39 წლის ვიყავი. 39 წლის. და ზაზა იყო? ზაზა იყო 13 წლის. თვითონ როგორ გადაიტანა? იცი რა 13 წლის ბავშვი მაგდენს ვერ ფიქრობს. პანაშვიძე ვინც მოდიოდა მეოთხე სართულზე ვცხოვრობდი ჩვენ დიღომში მაშინ. ყველა სტუმარს აცილებდა პირველ სართულამდე. ბავშვი იყო. აი ეს პირველი ტრაგედია იყო მისთვის და არც იცოდა როგორ უნდა მოქცეულიყო. და მაინც იცით სწავლობს, ვარჯიშობს და არც ეცალა ზაზას ამისი გასათავისება თუ ასე ვერ გაითავისა. ისე თავადაც აქტიური სპორტით იყავით, ხო, ახალგაზრდობაში? ხო, კი, კალაბურს ვთამაშობდი, მაგრამ დიდი სპორტსმენი არ ყოფილვარ. მაგრამ თამაშობდი რა. დინამოში თამაშობდი. დინამოში თამაში მაინც უკვე სტატუსია. ხო, მაგრამ იცი რა, მანამდე ვიძახდი რომ მე კალაბურთელი ვიყავი, მაგრამ რაცა NBA-ში ზაზა იყო, მაგის მერე ვეღარ ვთვლი თავს დიდ კალაბურთელად. დინამოს ძირითად შემადგენლობაში. კი. რამდენი წელი მოგიწიათ? 5 წელი ვიყავი დინამოში. და რის მერე გაეშვით სპორტის მახსახილად? სპორტს გავეშვი ინსტიტუტის მერე, იმიტომ რომ მინდოდა სწავლის გაგრძელება და მეტით რომ ჭირდებოდა. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ჩემი გადაცემის პარტნიორია Central Park Towers-ი, რისთვისაც რა თქმა უნდა მადლობა მათ. ეს არის უზარმაზარი საინვესტიციო პროექტი საქართველოში 300 მილიონიანი 242 სართულიანი შენობით, რომელსაც 7 სართულიანი პოდიუმი გააჩნია, 400 მანქანაზე გათვლილი საპარკინგო სივრცე, შოპინგ ცენტრი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდის ქვეშ არსებული, ასევე უამრავი რესტორანი და საქართველოში უდიდესი ივენთ ჰოლი გათვლილი 3000 ადამიანზე. მოკლედ, ვისაც შესაძლებლობა აქვს იქ სასტუმრო სტუმრის შეძენა, ეს ნიშნავს საკმაოდ სარფიან შემოსავალს. ძალიან დიდი მადლობა Central Parks გადაცემის პარტნიორობისთვის. ხონდა წინაშეობა რომ აი შვილი მეყოლება და ბიჭი თუ იქნება კალათბურთელი იქნება. იმდენად შრომატევადია სპორტსმენობა რომ არ ვფიქრობდი საერთოდ რომ ზაზა კალათბურთზე შემეყვანა. იმიტომ რომ ვიცოდი შინაგანად რომ ზაზა კარგი კალათბურთელი გამოვიდოდა. იმიტომ რომ ხა ჩემი შვილი და დათოს შვილი არ იქნებოდა პატარა გამორიცხული იყო. და ამისათვის რა სპორტზე? სპორტზე აუცილებლად შემეყვანა. და აი რა სპორტი? ფეხბურთზე 2-10 ფეხბურთელი არ არსებობს. ტამაჯის ვერ შევიყვანდი. დამყავდა ცეკვაზე. და მართლა კარგად ცეკვავდა, მაგრამ ცეკვიდან გამოგვაქდეს. იმიტომ რომ მეწყვილე ვერ უშოვეს. მაქსიმალურად მეწყვილე არ ყავდა. და კი არ გამოგვაქდეს, გამოგვიშვეს, მადლობა გადაგვიხარდეს, ამდენი ხანი იარეთ და გამოგვიშვეს. შემდეგ ფეხბურთზე დამყავდა, დიდად ვერა.
და შემდეგ ჩემი მეგობრების დაჟინებული თხოვნით მივიყვანე ვიცახი ეს ერთხელ მივიყვან და წამოვიყვან მერე და მივიყვანე დარჩა სხვათა შორის მარკოიშვილების მამა, სანიკიძის მამა, ესენი ჩემი მეგობრები იყვნენ და ესენი დამხვდნენ ეს ბიჭები გარეთ. ოდესმე გადავეხვიეთ, გადავგოზეთ როგორ ახართ, მოვიკითხეთ ერთმანეთი რაღაცა და ზურა სამხარაძე იყო, ერთმან ნათელში ამყოფოს, სადაც პირველი მწვრთნელი და ზურამ იცოდა რომ მე არ მინდოდა კალათბურთზე მიყვანა ბავშვის და ბიჭებს უთხრა რომ დატოვეთ დედა გარეთო. და ასე დავრჩი გარეთ და ზაზა დარჩა დარბაზში. ეგ რა ასაკში იყო? ზაზა იყო სადღაც 10 წლის, 9 წლის. ისე აი ხა ამ გადმოსახედიდან რომ უყურებთ შვილიშვილებს, რომლებიც კალათბურთს თამაშობენ. თუ თემა შეეხეთ. არ გეყოფათ რამდენი გადაცემა. ეს ყველაზე სასწაულ თემას შეეხეთ ახლა თქვენ. ისმენ ჩვენ არ გვიჩქარებს. არა. ჯერ ერთი ბევრი შვილი ყოფილა სასწაული. ხო. ახლა მე ერთი მყავდა და ერთი ფარდებს გიჯავდა და ბურსტენიდა საფარდებში და რაზე მეტი არაფერი ერთს რა უნდა გაეფუჭებინა. ეს 4 რა ხმაურია, რა ჟრიამულია, რა სიტკბოა, რა სიხარულია, აი შვილიშვილები სასწაული ყოფილა. იცი ნაკლები პასუხისგებლობა გაქვს. მეტი ქცალია ბავშვებისთვის და ხო ხედავთ შორიდან დავიწყე თემა. ეს თქვენი ბრალია. შვილიშვილს შეეხეთ. საშინელება როცა შვილიშვილს ჯიან. ხმამაღარო დაუყურებენ, მე ვკვდები. მე ეს არ შემიძლია და ვეუბნები ცოტა ხნით. ის გაიყო მოხვდა სახში კარგათო? ხო ის ხო აი სასწაულია ამათ ბავშვები აშავებენ, ანგრევენ სახლს, მაგრამ არა უშავს. აბა ერთი შულს გაეკეთებინა. ხო რა. და აი სასწაულია და დრო დამირეკავენ მარინა შენმა შულმა დაგვსაჯა. მე მოსასულიერებელი ვარ და არის ომი ზაზასთან რატო დასაჯეთ? აუხსენი, შენ რატო არ ამიხსენიო? შენ ხო დამსაჯეო? და ხო მithყარ ბუდის გიხდი მეთქი, მაგრამ ბავშვები არ დასაჯო. დათი უფროსია, მერე საბა, მერე მარიამი, მერე ნუცა. დათი რო გაჩნდა, ფიქრობდი რომ ვაიმე მეთქი, აი ამის იქით სიყვარული არ არსებობს და მეორე ასეთი არ შეიძლება თქო. და მეგონა რომ დათისთან არავინ არ მეყვარებოდა ესე. გაჩნდა საბა, იმან თავისი სიყვარული მოიტანა. მერე გაჩნდა მარიამი, გოგო, გავგიჟდი გოგო და გოგო, სხვა ფენომენი ყოფილა გოგო საერთოდ. პროფესიონალი აფერისტები არიან. ისეთი მოფერება იციან. და აი ეხლა რო ვიყავი ბოლოს, მარინა შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარო. დედას პიცა ვარ, აი დავფრინავდი, კი არ დავდიოდი. დავფრინავდი, ზაზამუნო რა გჭირს, სულ გაღიმებული ხარ რა. მეთქე მარიამა ესე მითხრა. და მერე რო გაჩნდა ნუცა შავტუხა, მამის ასლი და ლაპარაკობს ძალიან საყვარლად. მარინა, შენ ხო ყველაფერს მიყიდავ, მე რო გავიზარდები, მე შენ ყველაფერს გიყიდავ და ისეთ მანქანას გიყიდავ, ბევრი ჰაერი რო კონდესო, კაბრიოლეს ფრიდულოს რო გაიზრდება, როგორც მივხვდი. და იმან თავისი სიყვარული მოიტანა და შემიძლია გაუჩერებლად ვილაპარაკო. დათი და საბა კალათბურთზე დადიან. სხვათა შორის არა როგორც ბებია და არა ძალიან აი ამასაკში რა საკშიც ისინი არიან ზაზას ორივე ჯობნის. იმიტომ რომ ზაზა მსროლელი არ იყო, სამქულიანის მსროლელი არ იყო. ესენი სამქულიანის მსროლელები არიან და ყველაზე კარგი ის არის რომ მეორე ოთახიდან ისვიან მარიამს თავში მოარტყამენ. არა აცდენენ, იმდენად ისეთი მიზანი აქვთ და ძალიან მონდომებულები არიან. თუმცა მათ მაგალითი და ყავთ სახლში NBA-ს ორგზის ჩემპიონი და მესამე გუნდის გუნდმა რომ აიღო მესამე ჩემპიონობა, 2 მედალი ის აქვს, ბეჭედი აქვს. ასეთი კაცი სახლში ყავთ და ავარჯიშებს ზაზა ძალიან ბევრს.
ეს რასაკვირველია ბავშვებისთვის ძალიან კარგია და ბოლოს და ბოლოს საბა სტეპკარს ეთამაშა. ახლა უნდა იყვნენ უკეთესები რასაკვირველია. და მე თუ გაუძელი ამდენს ძალიან დიდი დატვირთვა ვარ რომ შვილს უყურებ მოედანზე. იმდენად ემოციური ვარ რომ ერთხელ ბურთი პასი მისცეს ზაზამ ვერ შეამჩნია და გაატარა. მე მოედანზე შევარდი, გაუჩერე ბურთი და გამოვედი დავჭიქი. და მსაჯი იყურებოდა გაოცებული რომ მოედანზე რა უნდოდა დედას და ზურა სამხელს მიყურებდა რა ქენიოდა არ ვიცი მეთქი ბიჭი პატიოსნა და ფაჩულიამ შეცვალა MBA-ს წესები, იმიტომ რომ საქართველოს სასწაული გააკეთა, ხო, მაშინ MBA-ს ფაჩულია რო იყო. ხო, სასწაული გააკეთა ქართულმა ხალხმა და კანონი შეცვალეს და ესეთი კანონი არ იყო, რომ დედამ პასი გაუჩეროს, ბურთი გაუჩეროს, ეს არ შეუძლიათ ვერ მოასწრეს. თორე ეგეც ისე ძალიან საინტერესო თემა, ყველაზე მეტად რომელ თამაშზე ინერვიულეთ, რაც გახსენდებათ? საერთოდ ხელში აიყვანეს სპორტის სასახლეში აქ ნაკრებში ახალი აყვანილი ყავდათ და ძალიან მაგრად ითამაშა და მაყურებელმა ხელში აიყვანა და ისე გამოიყვანეს სპორტის სასახლის მოედნიდან. არ ვიცი, ბუნდოვნად მახსოვს, იმდენად ემოციური იყო და სპორტის სასახლიდან, მე მარტო წავალ ფეხით, სპორტის სასახლიდან დიღონში ფეხით წამოვედი, იმიტომ რომ ვერ ვჩერდებოდი, ვერ დავჯდებოდი ვერ სტახში, ვერ ტრანსპორტში, ფეხით წამოვედი. ეს იყო სასწაული. მე რაც შეეხება საქართველოში და თურქეთში საბერძნეთში ითამაშა, ძალიან კარგად 27 ქულა გააკეთა და ეს იყო ძალიან ემოციური ჩემთვის, ძალიან ისეთი ძალიან კარგად ითამაშა და მაშინ იყო რომ უთხარი დედა სასწაულად ითამაშე მეთქი და დედა ხომ მშვიდობა გახო გაგათახარო, იმიტომ არასდროს შემიქია. ბოლოს როდის შეაქეთ? რაც ასაკში შევდივარ, ეხლა ვაქებ, ხო? ეხლა კი, ეხლა ვეფერებ. აი ხარ შეაქეთ მაგალითად. მოედანზე ეგ აღარ არის ოფიციალურად. მოედანზე არ არის, მაგრამ ისეთი კარგი მამაა. კარგი მეუღლეა ძალიან და კარგი მამაა. კარგი ოჯახი აქვს და ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის. როგორც და კარგი ადამიანია. როგორც სპორტსმენი, გასაგებია ღვთისწყალობა, რასაკვირველია, კარგია, კარგი სპორტსმენი და ყველა სპორტსმენი მიყვარს გულწრფელად. მაგრამ როდესაც კარგი ადამიანია, ეს ჩემთვის არის ყველაზე დიდი ჯილდო. ჩვენ არ ვიცი, მე დარწმუნებული ვარ, ამ ოთახში ვინც არის, ყველა დამეთანხმება და არა მარტო ამ ოთახში თქვენი დიდი როლი, იმიტომ რომ ამაზე ჩემთან გადაცემაში ზაზამაც აღნიშნა რა, მაგრამ ძალიან რთული არის მარტო გაზარდო, ხო? ამიტომაც ისეთ გარემოში რა გარემოც არსებობდა 90-იან წლებში, ხო? ანუ ბევრი ცდუნება იყო, ბევრი მეტი ბოროტება იყო, არც ახლა აკლია ამ ქვეყანას არა ზოგადად ჩვენს ყოველდღიურობას, მაგრამ მაშინ რაღაცა კრიმინალი ძალიან მეფობდა რა და ეს შიშები გქონდათ, ხო? რასაკვირველია, ყველგან დავყვებოდი. არ გახსენდებათ რამე განსაკუთრებული ხიფათი, ის რაში თავი ამოყო? რა არის იცით, მე მაშინ არ მქონდა საშუალება. მეუღლე ახალი გარდაცვლილი იყო, ძმა სენაკიდან ავარ დაიბომბა და ჩემი ძმაც გარდაიცვალა პატარა დამჩალწმიშვილი. და ძალიან მიჭირდა ეკონომიურად მაშინ, მაგრამ დემირელის კოლეჯში ვასწავლიდი. ეს იყო საკმაოდ თანხა ჯდებოდა იმ პერიოდისთვის. მანქანა გავყიდე, მაშინ ჟიგული მყავდა 07. გავყიდე ვიყიდე ზაპოროჟიეცი, რომ ფული მქონოდა, რომ სწავლის ფული განამიხადა. მე ეს მეორე წელს ეს ზაპოროჟიეცის გავყიდე, რომ კიდე ფული განამიხადა. სწავლის ფული, პრიორიტეტი იყო სწავლა. და სპორტი მე ჩაერთო რასაკვირველია. მაგრამ რა იყო იცი, ყველაზე კარგი ინვესტიცია, როცა შვილში ჩადებ ამას. ასე რომ სრულიად დაკავებული მყავდა.
კონტროლირებადი იყო ზაზა, არ იყო ისეთი რომ მოვეტყვილებინე და ვაკონტროლებდი, სანამ შემეძლო. ხო, რამე შემთხვევა მაინც არ გახსენდება თან არის ესეთი. არაფერი არ ჩხუბის გარდა რომ მოვიდა რამოდენიმეჯერ ჩხუბი, ერთხელ კორპუსის ბავშვთან მოვიდა და აქ აქვს დეფექტი მეგონა და კონსილიუმი მოვიწვიე შევძარი ქვეყანა რომ ბავშვს მეთქი ძვალი რახიტის ნიშნები ხო არის თუმე რახიტის მომატყვილა უჩხუბიათ სკოლაში და ძვალზე წანაზარდი აქვს და მართლა ეხლა ხან გავიგე თუმე არაფერიც ეს არის ჩხუბის შედეგი და ერთადერთი ესეთი წრილმანი რაღაცები თორე მეტი არა რა სხვაობა ხა პრინციპში კი გამეცით პასუხი ემოციურ დონეზე რომ იქ არ მქონდა იქ თითქოს ემოცია დაჟის დროს დიდი არ იყო და ეხა შვილიშვილებზე გადადის რა მაგრამ აი შინაარსობრივად რა სხვაობას გრძნობთ შვილის გაზდასა და შვილიშვილები დისტანციაზე არიან თქვენ ეხლა ხშირად ჩადიხართ მათ კი და ისინი ჩამოდიან აქ მაგრამ აი მაინც ეს ემოციურად რა სხვაობა არის არის იცით შვილთან მეტი პასუხისმგებლობა გაქვს იმიტომ რომ შვილე შენი გასაზრდელია და შენი პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე რომ არაფერი შეგეშალოს არაფერი გამოგეპაროს არაფერში შეცდე შვილიშვილს ყავს დედა მამა და შენ ხარ მომფერებელი იქ ხარ აღზრდელი აქ ხარ მომფერებელი აი ეს ვერ გავაგებინე საზას რომ ჩემი როლი არის ახლა მარტო მოფერება და არა სიმკაცე. ეხა იკითხავს დაჟა? დაჟას არ ითხოვს, მაგრამ ცოტა სიმკაცეს. შენ არ წამოვიყვან ბავშვს და ერთი თვე უნდები მორჯულებასო. ხო და საზადე ეხლა მოფერების ისა ვაქვს. ვალდებულება მეტი არაფერი. წყენა თუ ხონია? საზაზე? კი, ძალიან ხშირად ჩხუბობთ. რატო? კი, ჩხუბობ. კი, არ ველოდებოდი ახლა. არა, ჩხუბობთ კარგი გაგებით. ეხლა ბავშვებზე ვჩხუბობ, ხო, გასაგებია. მანამდე სწავლით ძალიან კარგად სწავლობდა და ერთხელ ზაზას ვუთხარი, რომ ზაზა ბევრ ენაზე ლაპარაკობს. და ვუთხარი, რომ დემეთქი ჩინური ისწავლე მეთქი რა გეხვეწებით, ხო? აი ეს საიდან გამოიტანეო. გაგიშდა და ამანებე თავი ვიცი მე თვითონ არ მეთქი ჩინური ისწავლე აუცილებლად თქო. და არ შემისრულა არის სწავლა ჩინური ენა. დგარი წენა? ეგ არის წენა, ხო, რასაკვირველია. მეტი რა გვაქვს საჭირო. რამე ნივთები თუ გაქვთ ისეთი მნიშვნელოვანი მასთან ასოცირებული თუ ინახავთ, აი, ბავშვების სათამაშოებს. რვეულები პირველი კლასიდან დაწყებული, ყველა შენახული მაქვს. როგორ წერდა მისი ჩასაცმელები, ბუტასები, ყველაფერი შენახული მაქვს. რა უყვარდა ბავშვობაში? როგორც ყველა ბავშვს თამაშობდა, მაგრამ ისეთი მოწესრიგებული ბავშვი იყო, მე არ მახსოვს, რომ ზას ისე დაეტოვებინო სათამაშოები არეული. იმას აუცილებლად აალაგებდა და ჩაალაგებდა კალათში, კალათი ჰქონდა იქა. ერთხელ დაბადების დღეზე ძალიან ბევრი ბავშვი იყო სახლში. და ბავშვმა რო ითამაშეს, გაფუჭდა ყველაფერი, დაამტვრიეს, დალეწეს და ასე ზაზას ისე შავტუხა ისეთი ლოყები ჰქონდა, ისეთი დიდი ლოყები და დედა ყველაფერი დაამტვრიეს. ეს ისეთი უცხო იყო მისთვის, იმიტომ ის არ ამტვრევდა. და ისე სათამაშოები ყველაფერი შენახული მაქვს. მაშინ, როდესაც მიხვდით, რომ ის ანუ შემდგარი კალათბურთელია უკვე და მაშინ, როდესაც წამოვიდა პირველი კონტრაქტები და მიხვდით, რომ ძალიან დიდი ხნის მანძილზე მარტო მოგიწევთ ყოფნა. აი როგორი ემოცია. თუ დაიჯერებთ, არა ვარ ეგოისტი დედა. მაგრამ ჯერ ამის. იმიტომ რომ ოღონდ ჩემი შვილი იყოს კარგად. არ აქვს მნიშვნელობა სად იქნება. როგორც ოღონდ თვითონ იყოს ბედნიერი, ოღონდ თვითონ იყოს კარგად. ისე ასე საინტერესოა დედის გადმოსახედიდან, ზაზაზე ვსაუბრობთ ხო, უმეტესწილად ზაზას რჩეული მისი მეუღლე თიკა როგორი დედაა? გადასარევი დედა, ძალიან კარგი დედა. ოღონდ ღმერთო დიდებულო დიდხანს იყვნენ და მთელი ცხოვრება ერთად და ტყვილად იყვნენ. თიკასთვის მარტივია, იმიტომ რომ ბიჭებს თუ რაღაცა მამაშენს ვეტყვი. მე ვისთვის მეთქვა, ვის ვეტყვი. ხო, მაგრამ შედარებას რაც მეკითხებით, აი შედარებას. ამიტომ თიკა ტკბილი დედაა. ტკბილი დედა, რასაც ქვია, ეგ არის თიკა. და მე მკაცრი დედა ვიყავი.
თქვენი ყოველდღიურობა როგორი არის? ეხლა ნუ მუშაობ ადგილას, მაგ ჩემი სასტუმრო, ორი სასტუმრო, დილით გავდივარ, საღამოს მოვდივარ. ძირითადად აქ ხართ ხო ჩვენ ახლა იმაში რა ქვია? საგურამოში გადმოვედი და ვერ წარმომიდგენია როგორ ცხოვრობდი თბილისში, დედას შევეჭი. აქამდე ხო? კი. ბახსასულის ქალბატონი ბახსასული. ქალბატონი მარინა, აქ ვისთან ერთად ცხოვრობთ? მე და ჩემი და ვცხოვრობთ. ჩემი და შეშემო პირია და ძალიან გაუხარდება ახლა რო გნახოთ თქვენ ცოცხლად. სიამოვნებით. სალამი. სალამი ქალბატონი მარინა. ეს არის ჩემი მანანა. ეს არის ნოე. ძალიან გამიხარდა თქვენი გასვლა. კეთილი, მე ყოველთვის უგრებ თქვენ გადაცემას. ძალიან დიდი მადლობა და ძალიან დიდი პატივია. თქვენ გადაცემას ელოდება კი და ეხლა ამ გადაცემაში თავადაც იქნებით. ქალბატონ მარინასთან ერთად. მანანა გადმოვარდა მეორე სართულიდან. უი, გასლობა რა გქონთ. დიდი ხანია. კი, დიდი ხანია და მაგის მერე ესე ვართ. თავი გადარჩა რა და ისეთი დაკავთ რომ დიშვილზე რას გვეტყვით? დიშვილო ძალიან კარგი ახალგაზრდა. პირველი სიხარულია ჩემი. და როგორი წარმატებული. იმახსოვდა ყველაფერი. მე ხარია რა მისნა. კი, კიდე ბევრი სიხარული გელით, იმიტომ რომ დიდი მადლობა. დიშვილიშვილები მოდიან ნაკრებში თამაშობდნენ. უნდა წავიყვანო, პირობა მივეცი მანანას რომ ბავშვების ბიჭების თამაშზე წავიყვანო. ყველა ერთად მე წამოვოთ თქვენ აუცილებლად ჩემო სიხარულო. ბოლოსკენ ესეთი კითხვა მაქვს რომ თქვენ როგორც დედას თქვენ თავარი სათქმელი რა შეიძლება რომ იყოს? სადასთან მიმართებაში თუ ზოგადად პირველ რიგში ქვეყანაში იყოს მშვიდობა და ისე მინდა დაალაგდეს საქართველოს რომ ჩემი შვილები და შვილიშვილები ჩამოვიდნენ საქართველოში. ეს არის გულწრფელი, არ არის ტრაფარეტული სიტყვები. ესეთი კარგი ქვეყანა არ არსებობს არსად. არ არსებობს ძალიან ბევრ ქვეყანაში. ამერიკაში ვიცხოვრებ 6 თვე ხო ვიყავი იქა. არ შემიძლია. იქ უფრო მეტი სიყალბეა ხალხში. აქ მეჩი იქ ყველა გიღიმის ძალიან კარგია, მაგრამ ღიმილის იქით არაფერი არ არის. ჩვენთან მაინც უფრო ნახდები ვართ. მე მინდა ჩემმა ბიჭებმა საქართველოს ნაკრებში ითამაშონ. მე მინდა საქართველოში იყვნენ. მართლა ძალიან კარგები არიან. არა იმიტომ რომ მე მიყვარან. შორს არ არის ეს პერსპექტივა. ხო, ერთ მაგნას. კიდევ ერთი კი და კიდევ არაერთი ფაჩულია იქნება ხოლმე და ძალიან მინდა. ძალიან მინდა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ რა და თქვენ მადლობა. სიკეთე გქონოდეთ და ძალიან დიდხანს იყავი ჯართან. უღრესი მადლობა თქვენ ამისათვის. წარმატებებს გისურვებ. ასევე. გულწრფელად. მადლობა.